საქართველოში განვითარებულ პროცესებს აკვირდება ოფიციალური ვაშინგტონი. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პირველი კომენტარი გაკეთა სახელმწიფო დეპარტამენტში. მეთიუ მილერი გამოეხმაურა ასევე ქართული ხალხის უწყვეტ პროტესტს, რომელიც 33 დღე გრძელდება და ხაზგასმით ამბობს, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ქართული ოცნების ღიად ანტიდასავლურ პოლიტიკაზე განცხადებებს აკეთებენ სენატორებიც. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ამ თემით. გისმენ ნატალი. ქართული ოცნების გუშინდელ ღონისძიებას, ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციას არაერთი გამოხმაურება მოყვა დასავლეთში. ჩვენი მოკავშირეები, რა თქმა უნდა, შეშფოთებას ვერ მალავენ თბილისში არსებული სიტუაციის გამო და ისინი ცალსახად გმობენ ქართული ოცნების ქმედებებს ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი პირველი, ვინც შეაფასა გუშინდელი ეგრეთ წოდებული ინაუგურაცია, იყო სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერი მეთიუ მილერი, რომელიც ამბობს მკაფიოდ, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ასევე მეთიუ მილერი აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის მშვიდობიანი შეკრების უფლების უზრუნველყოფა და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ასევე საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელეს ამერიკელმა სენატორებმა ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა, რომლებიც ძალიან ღიად ამბობენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა და მათი განცხადებით მიუხედავად იმისა, რომ ქმედით ნაბიჯებზე უკვე გადასულია ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონმა ფინანსური სანქციები თვით ბიძინა ივანიშვილსაც დაუწესა, სენატორები თვლიან და დარწმუნებულები არიან, რომ ვაშინგტონი ამით არ გაჩერდება და ასევე გააგრძელებს კონკრეტული ხისტი ზომების მიღებას ქართული ოცნების წინააღმდეგ. ისინი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს. ამას გარდა თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება ჯო ვილსონი, ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან და ის პარალელს ავლებს ივანიშვილის რეჟიმსა და ჩაუშესკუს დიქტატორულ მმართველობას შორის. ჯო ვილსონი ამბობს, რომ მშვიდობიან პროტესტს მოაქვს შედეგი და ის ასევე ღიად უცხადებს მხარდაჭერას ქართულ საზოგადოებას და ასევე ერთობლივი განცხადება გაავრცელა 8 ევროპულმა ქვეყანამ, ნორდიკულმა და ბალტიის ქვეყნებმა გაავრცელეს ეს განცხადება და ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ გამოაქვეყნა პლატფორმა X-ზე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაია ბრაჟემ. ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სახელმწიფოები, რა თქმა უნდა, გმობენ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუხარას და ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში არსებული სიტუაციის გამო დე-ფაქტო ხელისუფლებას ივანიშვილის რეჟიმს. ისინი მოუწოდებენ, რომ კონკრეტული სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას, რომ განიმუხტოს ეს კრიზისი და რაღაცა გამოსავალი აუცილებლად უნდა იყოს ნაპოვნი. ასევე ეს ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ქართულმა ოცნებამ აუცილებლად უნდა განიხილოს ხელახალი არჩევნების დანიშვნის საკითხი და გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას. გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა აუცილებელია ფუნქციური საზოგადოებისთვის. ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა. კარგად ნაცნობია ხელისუფლების მცდელობა უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გვიან, მაგრამ საბოლოოდ მაინც დაწესდა სანქციები. კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მათ სურვილს, რომ ჰქონდეთ თავისუფალი სამართლიანი დემოკრატია. ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია და არაერთხელ გამართა საქართველოს ქუჩებში საპროტესტო აქციები თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მე ვაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, სანამ ისინი მათი მთავრობისგან მოითხოვენ, რომ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.
მშვიდობიანი პროტესტი ყველაზე ეფექტურია მარტინ ლუთერ კინგის და ვაცლავ ჰაველის ტრადიციებში. ომის დამნაშავე პუტინს ძალადობას სურს შემდგომი ჩაგვრის მიზნით. ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართულ პატრიოტ თავისუფლებისთვის მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიანი წინააღმდეგობით გაიმარჯვებენ, როგორც ბუქარესტში, როცა ჩაუშესკუ გაიქცა. სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენი მოწოდებაა ჩატარდა საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნებამდე გამოვლენილი დარღვევების გამო. ვგმობთ ძალადობას და დაშინებას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ მუქარას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ. როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები შეშფოთებულები ვართ ქვეყანაში გაღრმავებული პოლარიზაციის და კრიზისისკენ მიმავალი გზით. საქართველოს სასწრაფოდ ჭირდება გამოსავალი კრიზისიდან და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღდგენა. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გადადგას დაუყოვნებლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით. მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით. დასავლეთი არა, მაგრამ რუსეთის ფედერაცია გულშემატკივრობს ქართულ ოცნებას. პუტინის რეჟიმის წარმომადგენლები ისევ ღიად მხარს უჭერენ ბიძინა ივანიშვილის გუნდს და რამდენიმე საათის წინ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ქართული ოცნების პოლიტიკაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვი. იცავს ისევ მორიგჯერ ქართულ ოცნებას და ის აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა უხეშად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. ასევე სერგეი ლავროვი ამბობს იმასაც, რომ ყობახიძე და მისი გუნდი საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობენ თბილისის სრულ დილემის წინაშე დააყენონ. ჩვენთან ან ჩვენს წინააღმდეგ. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სურს ააგოს სუვერენული პოლიტიკა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს პასუხობს და არ იყოს პაიკი დასავლელების ხელში, რომელიც საქართველოს დესტაბილიზაციისკენ, ეკონომიკური პრობლემებისა და რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისკენ უბიძგებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ქართულ ხალხს ყველაფერი ესმის და წინ წავა სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ჩვენი უახლესი მეზობლობის საშინაო საქმეებში. ჩარევა დიდი ხანია მათ საგარეო პოლიტიკის არსენალის ნაწილია. ფაქტია, რომ ქართული ოცნება ექცევა სრულ იზოლაციაში ამ დრომდე ცივილიზებულ სამყაროში, თავისუფალ სამყაროში არც ერთ სახელმწიფოს ლეგიტიმაცია არ მიუნიჭებია ქართული ოცნებისთვის და მთელ მსოფლიოში მხოლოდ 10 არის ისეთი ქვეყანა, რომელიც ულოცავს ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთია რუსეთის ფედერაცია.